უსვლა თუკი დაუშვა რუსეთმა გააცნობეს რომ დიდ ჩაოებში ჩარგოს თავისი დინგი ეგება რაღაცა დალაგდეს არ მგონია ნუ ბაქანის იმედი რომ რუსეთმა რაღაც გაიცნობიერა რუსეთი არის იმპერია რუსეთი არის მატარებელივით მოძრაობს ის მას გახშერება არ შეუძლია და პირდაპირ ლახავს ყველაფერს საერთოდ შეხვდება ტანკის ფილოსოფია არ შეძება დილეტანტია პრინცია ეს ამ ანერგიებითა და ყველაფერს გაყრებია თქვენ გახსოვთ კატრინა რო იყო ამერიკაში თვალსები 2006 წელს იყო თუ ხუთელში ხუთელში სურან ხო ძალიან სერიოზული სწორედ კატრინას დროს ავარდა დოლარის ნაცნობად $60 და მაგრამ მანამდე რუსეთი არ არსებობდა ინგრეოდა ანუ რა მოუდა რუსეთმა თავისი ბიუჯეტი გათვალა ფასზე როცა ნავთობი იქნება $60 არ გამოუვა თქო ჩაუვარდა ბიუჯეტი მოახდენს თქვია სეკვეს მოახდენს ბიუჯეტისას ანუ ნუ გვაქვს რაღაც ესეთი გათვლები რომ რუსეთი დაინგრევა ჯერ რუსეთი არ დაინგრევა საუბრობთ მე არ მეყვარს შეფასებები მაგრამ რომ დაინგრეს ამით ჩვენ რა ჩვენ მეზობლები შენ ავსტრალიაში გავუხარდეთ რუსეთს დაანგრევა და არაბულ ქვეყნებში ნავთობის წარმოებლები არის ჩვენ რა მოხდება ამაზე ფიქრობს ვინმე რომ რუსეთის დაანგრევაზე ოცნებობს რომ რუსეთი ყოველდღე ხარ დაინგრევა აი მაგ წრეები ეს ხო დაიწყება ნელ-ნელა და კავკასია ხო ყველაზე უფრო მძიმე ჩვენ კავკასია ყველაზე მძიმე დეტონატორი იქნება რუსეთის დაანგრევისა რიგალია ხდება ამიტომ მე მგონი რომ თუ მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ რუსეთობებისა დღეს როცა ასეთ რაღაც მოხდა მაგრამ ისო ხელი არ უნდა შეუწყოთ რუსეთის დაანგრევას მე სახადად დაწუნებული ვარ სეკრეტარი იქნება სიმონ ახარაშვილი ამრობელი ყოთეთში გისმენ დიახეთში ალო გამარჯობა გამარჯობა ბატონო ახლა ცოტა მინდა თემას გადავუხვიო თემაზე ლაპარაკი აი ამინისტრაციასთან დაკავშირებით მინდა რა რო ვთქვა რომ არასდროს უკვე მიიღებენ ალბათ ამინისტრაციას მესამე ესეთი შტაბი-ჯგუფი შეიძლება ეს ოპოზიციის ერთეულების გარდა დიდი ნაწილი რაც არ უნდა ამ თემასთან პროტესტის გამოჩქმა არაფერი არა და ერთი თვის განმავლობაში ესეთი აგიტაცია იყო და ძალიან დიდი ამინისტია მზადდება იქ პატიმრები მათი ახლობლები უკვე რაღაცნაირად მომზადებული იყვნენ რომ რაღაც ეშველებოდათ მათ პატიმრებს შემდეგში გამოდგა რომ არავითარი ამინისტია არა ანუ რაღაც ძალიან მცირე რაოდენობით ეხებოდა ძალიან სუბუქ ნაკლებად ძინოდანაშაულს გარეხებას უყურებდა. რა ვიცი იქნება ოპოზიცია მე ერთი წამი ჩესტანი რა მაბადე აი შაბა ეს მაბადე პარასკევს აი ის სტუდიაში ბარიაში იყო ამაზე განსხვავება ოპოზიციის განაცდიდან წარმომადგენლები და ძლევამოსული ხელისუფლებიდან ოპოზიციამ დააფიქსირა ბევრმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დააფიქსირა სახალხო დამცველებს ჩვენთან ეთერში იყო თითქმის 1 საათი ამაზე ვისაუბრეთ გარკვეული დოზით საზოგადოებაში დისკუსია შედგა რაღაც გამოხატვა რა ეხლა ცოტა უცნაური იქნება რა გეთახმებით მე სიმაჩია რომ უნდა ყოფილიყო ეფექტური ეს ამინისტია მაგრამ ამინისტია ეხება კონკრეტულ ადამიანებს რა თქმა უნდა 12000 ადამიანს შეეხება ამბობენ შეიძლება ეს რა თქმა უნდა არასწორია მაგრამ 500-ს შეეხოს ამ ხელისუფლებიდან ესეთ მოვუძლებელს რომ გამოცხადებულ ქონდეს ნულოვარი ტოლერანტობა ქონდეს გამოცხადებულ და თემ ყველა ციხეში გაიძახო და სააკაშვილებო გახსოვთ ეს სიტყვები და ამ ფონზე უცებ 23 ნოემბერში რომ არაფერი არ აქვს გასაკეთებელი და საზეიმო ამ ფორმით ხდება და თავისუფლად ცუდი არა ნამდვილად ამაში ნამდვილად ხელფლოს ვერ გავაწყობთ მაგრამ გასახვევით რომ თქო უნდა ყოფილიყო სერიოზულად და ეს არის შეხედვაში უფრო მეტად პიარი და უფრო მეტად პოპულისტური ნაბიჯი მაგრამ ცოცხალ ხალხზე ლაპარაკი და ზოგი გამოვა ზოგს შეუსუბუქდება მდგომარეობა და გაუნახავდება რაც სატინდარია იმისა რომ მომავალში უფრო მალე გამოვა გარეთ და ბუნებრივია ეს ისეთი ღონისძიება სადაც შენიადე ნახტროში მუშაობდი ამიტომ შეკედელობა ბოლომდე არ იქნებოდა სწორი იმიტომ რომ შენ ხალხით არ დავაზარალოთ ვინც გამოსვლაზე მის მომდე გამოსვლას შესაძლებელია როცა გაკეთდება ეს მე შეიძლება უფრო მეტად კრიტიკა იმიტომ რომ ეხლა მატარებელი მიდის რამაც ვერ შეუშლის ხელს ეს ის მატარებელია რომელიც ზოგადად კარგია ანუ ცოცხალ ხალხს შველის ვიღაცას მაგრამ როცა დახულდება მინისტრი მე შეიძლება ლაპარაკი მაგრამ ეხლა ლაპარაკს ალბათ რა ვიცი შეიძლება ხდებოდი მაგრამ სამწუხაროდ ეხლა ლაპარაკი შეიძლება მხოლოდ მოკლეს სიტუაცია გაფუჭება გაიხსენეთ ოპოზიცია როცა დაუპირისპირდა მოლაპარაკებების დროს შიშულობის წინ და საუბარი წავიდა რამდენი ადამიანი ყოფილიყო პარლამენტში და სულ არ ეხება ოპოზიციის იმასაც რა მინისტრს მაგრამ ხელმძღვანელმა შეიძლება მოიყენა ეს ოპოზიციის დაპირისპირება და მას საწინააღმდეგო და სახელმწიფო საწინააღმდეგო განცხადება მიიღო იქ სულ არ იყო ლაპარაკი კონკრეტულ ცოცხალ ადამიანებზე როცა ამინისტიაში ცოცხალ ადამიანებზე ლაპარაკი
ცოტა იყო ძნელია შეახტყდა ხელისუფლებას, მაშინ როცა შეიძლება ვიღაცა დააზარალო. თუ მიდეთი ადამიანი. არ ვიცი, მე ნამდვილად მე თუ დამოვწოთ ჩემ პასუხი ხო თქვენს, მაგრამ მე ვერ ხედავ რა შეიძლება გაკეთდეს, იმიტომ რომ მართლა ველოდებით რომ გაყულის რაოდენობა ადამიანს მაინც გამოვარდა, უფრო მეტ კიდე შეუმსუბუქებულ მდგომარეობა და პერსპექტივები მომავალისათვის. რა თქმა უნდა, ერთი ადამიანის იყოს კარგი არის, მაგრამ მოლოდინი უფრო დიდი იყო. გეთანხმებით, მე ჩემში მე აბსოლუტურად ჩართული ვარ, ამიტომ მეც უყურებდი ამას ძალიან კმაყოფილები და ჩემში გამოიწვია ამან ძალიან სერიოზული პრობლემა. მე მინდა ბატონო დაუმატო უკაცრავად, კიდევ ერთხელ გეუბნებით, აი ჩვენსაც შედგა იყვნენ რამდენიმე პარტიის წარმომადგენლები, მაგრამ ამ საკითხში ყველაზე უფრო აქტიურად უნდა გამოჩენილიყო და წარმოჩენილიყო სახალხო დამცველის ინსტიტუტის აპარატი და სწორედ არასამთავრობო. ყველა არასამთავრობო აი დამეწუნებს ყველა მოხდა პუნქტზე აქტიურად იმუშავა. მეტი აი თქვენ არასწორი ხედვა არასამთავრობოებმა ძირი ბამდე ყველაფერი გამოიწვიეს და დააფიქსირეს, გაზეთებს გადახედეს ყველგან ძირითადად არასამთავრობოებს იგივე შედეგია. ხო, გასახლებია. თემ განესო პარტიებმა რატო დააფეხეს საპროტესტო რაღაცა. ამაზე უნდა იმუშაოს დამცველის აპარატმა და არასამთავრობოები ყოფილი პოლიტიკოსები იქნება თუ მეორე ესეთ სამსახურში არის ორგანიზაციები, რომლებიც გამოწვევის სწავლობენ, აი ამ მოხელ მათი აღმოჩენილია ის 32 მუხლი, რომლითაც ამაყობდა ჩვენი ისა, თუმცა საერთოდ ყოფილა აქეთ პატიმარი. ანუ სუნდაც ბევრი რაღაცა, აი ეს ინიციატივა იყო არასამთავრობო, მეგონი მათესება შეაწყო. ალბათ მოდის მაყურებლის ყოველი ინტერესი დავაკმაყოფილოთ, მე მეცდებიან სტუმრებთან წინასწარ აფასებ, თუ არაო შეკითხვა ჩქაო. არა, ნამდვილად. ნამდვილად. მარტო თემაზე, ანუ რა ხდება აფხაზური მიმართულებით და ჟენევაში 18 მიხარით კეთება. შემოვიწყე, ბატონო, დააჩვენეთ და ამის უნდა სიტყვის არავისგან. მე უთხარი რომ ნამდვილად დამწუხდი რა ხდება მეთქი ჟენევაში, თუგით იმიტომ რომ ვიცი რომ ჯერჯერობით მაინც ამას ვერ გავიგებთ. კონსტიტუციაში დაბრუნდა და მე მინდა დავუმატო შეკითხვები გერა სტუმრებსაც 5-6-ზე ვარჩევთ ასე რომ ძნელი არის ადამიანთან ნუ ჩვენს წელში არა ჩვენი ტელევიზიის რომ შეკითხვები მომიტანოთ ბატონო და მე შევეკითხო აქ უცვლელი და თავისუფალი საუბარია არასდროს მე ხო შეადავ თქვენ ეს არასდროს აკოფილო წინასწარ შეთანხმებული კითხვა არასდროს ასე რომ რა თავისთავად ტრაგედია არა ზოგადად არა გამოცხადო საზოგადოების მნიშვნელობას აკითხებზე შეიძლება წინასწარ იყოს ახლა გაკეთებული შეთანხმება თავისთავად ნორმალური მოვლენა ეს მაგრამ აი ჩემთან შეთხმაში და როგორც მე ვიცი ჩემი მეგობრები ის ხოდადადიან არასდროს აკოფილო წინასწარი შეთანხმებული კითხვა თუმცა ამაში მე ცუდ ვერაფერს ვერ დავინახავდი ესეც რო იყოს ზოგჯერ შეიძლება ამის აუცილებლობა ამერიკაში 115 შეკითხვა უგზავნია ანუ ხო უბრალოდია სატასტომას მაგრამ ჩვენი ფორმატი არის თავიდან გამოსული ეს თემა გულახად რო გითხრათ მე მომხრეთ კითხები მაგალითად მე ძიძის კითხვაყოფილი მოემზადებოდი წინასწარ მაგალითად იგივე თქვენ რო მკითხოთ რა ანუ თქვა რომ როი დაგესვათ კითხვაზე ესენეთი რომ როცა მოიწევს პარ ზაქარიაშვილის სიტყვაზე დაუსვით ესადაც კითხვა და მე წინასწარ ვიცოდე მე უფრო მომზადებული ვარ ბუნებრივია გამოვაცხადო უნდა დირიდან რომ ეს როდის ბატონი პარდა ეს ფორმა ჩვენთან არ მუშაობს მე და შენ არა ზოგადად ფორმა იმისა რომ რესპონდენტებმა წინასწარ იცოდნენ კითხვები ეს მხოლოდ არგებს საზოგადოებრივ ინტერესს იმიტომ რომ უფრო მომზადებული მოის ადამიანი იმიტომ რომ გად არის უფრო სიხმისოვანად პასუხი ეს ვთქვი რომ პროფესიონალი იყოს დღის თემაზე მოსული და საკმაოდ კვალიფიცირებული და მე ვთქვი ძალიან საინტერესოდ რაღაცები მიგვანიშნებდა დაგვიხატეთ და აგვიხსენეთ იგივე ცხინვალის კატასტროფასთან დაკავშირებით და გამეწუნეთ ძალაგდება ქვეყანა და ასფანაერად იქნება ჩვენ დღის თემას მისდევ და დღის თემა თავად პარნახობ თემასაც და სტუმარსაც და აქ არავის არის ესეთი მიტყვა არ ხდება მადლობა მინდა გითხრათ ბატონო და ჩვენ დასტუმრობისათვის მე ვფიქრობ რომ საინტერესო მოსაუბრე იყავით ეს ჩვენი მაყურებლისათვის ძალიან საინტერესო გავანალიზებთ ჩვენი დიდი ჩავარდები ცხინვალში და სოფელში მადლობა კონგრესტუმრებს ბატონო ზაქარიაშვილი გახდა ჩვენი სტუმარი დიდი მადლობა რომ ვიძლებდით კარგად განდებოდეთ ნახვამდის